მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ჩემოდანი, მე ვარ თამარი გერმანიიდან. მოგესალმებით, მე ვარ თეაკო კანადიდან. პირველ რიგში კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენ მსმენელს აქტიურობისთვის და ერთგულებისთვის, იმიტომ რომ უკვე მეოთხე ეპიზოდი იწერება და ჩვენ მგონი შემართებით ვართ ისევ არა თამრი? კი, მე შემართებით ვარ უკვე თან ამინდებით ხელს მიწყობს შემართებისთვის, იმიტომ რომ ზიანი ამინდებია და რა თქმა უნდა ბედნიერებას უფრო ბედნიერებასაც და განწყობას ყველაფერს ამაღლებს მზიანი ამინდი. განსაკუთრებით ქვეყნებში მცხოვრები ადამიანისთვის. წარმომიდგენია ბევრ მზიან დღეს გისურვებ, შენც და ყველა ჩვენ მსმენელს. ხა გადავიდეთ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის მთავარ თემაზე. დღეს ვისაუბრებთ ოჯახის მოლოდინებზე და რა გავლენას ახდენს ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე, ისეთ გარემოში გააზრდა, რომელიც ძალიან ბევრ მოლოდინს ქმნის მისი მიმართულებით და დღეს სწორედ ამ თემას განვიხილავთ და ასევე ჩვენს პატარა გამოცდილებებსაც და ცხოვრებისეულ მომენტებსაც გაგიზიარებთ. მანამდე თამრი როგორი კვირა გქონდა? ვაუ, რა საინტერესო თემა, ვითომ არ ვიცოდი, რომ თემაზე უნდა გველაპარაკა. კვირა მქონდა, რავი, საკმაოდ სასიამოვნო კვირა, იმიტომ რომ ზიანი ამინდებია და უკვე ვახსენე, რომ მზე დიდ ბედნიერებას იწვევს, განსაკუთრებით, როცა ისეთ ქვეყანაში, რომელშიც ზამთარი არის ჩუოლებრივ ზამთარზე უფრო გრძელი, ანუ ქართულ ზამთართან შედარებით ბევრად უფრო გრძელი, ასე რომ ნებისმიერი მზის სხივი დიდ ბედნიერებას იწვევს და შესაბამისად ეს კვირაც იყო მზიანი, თუმცა ამ ამინდების ტემპერატურის მატებასთან ერთად იწყება ასევე სუნიანი ადამიანების ატანა ავტობუსში, ტრანსპორტში, ნებისმიერ ტრანსპორტში. რაც არ უნდა ცუდად გამომივიდეს, მაინც არასასიამოვნოა და ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ასეთ ადამიანს, განსაკუთრებით ის ადამიანი, რომელიც გვერდით მოგიჯდება და ისეთი სუნი აქვს, რომ არ გინდა უხერხულად აგრძნობინო თავი და გადაჯდე. ასეთ მომენტში ზოგჯერ რანაირად ვერ იცი, ვფიქრობ, რომ გადავჯდე, ვაიმე, ახლა არის ფიქროს, რომ მაგის გამო გადავჯექი და არადა უკვე ისე ვარ, მე თვითონ ვეღარ ვძლებ და რაღაცას, ანუ თითქვითონ ტელეფონზე მირეკავს ვიღაც და ან რამდენჯერ მქონია მსგავსი შემთხვევა, ადრე ჩამოსულ ვარ, ერთი გაჩერებით ადრე ჩამოსულ ვარ, იმიტომ რომ უკვე ვეღარ გავუძელი სუნს ან რაღაცა მსგავსი. და სხვათა შორის ჩვენთან არის უნივერსიტეტებში და სხვადასხვა დაწესებულებებში, რესტორნებშიც, ზოგიერთ რესტორნებშიც არის ჰიგიენის ნივთები, ანუ ქალის ჰიგიენის ნივთები, დეზადორი და ასეთი რაღაცები კინოებშიც, უნივერსიტეტებშიც ყველგან არის უკვე მომრავლებულია. და ზოგჯერ ვფიქრობ, არ იქნებოდა ცუდი ასეთი რაღაცები ავტობუსშიც თუ იქნებოდა და ის ადამიანი, რომელიც შეიძლება სპორტიდან მოდის და არ დაუბანია, ან შეიძლება სავარჯიშოთ იყო, ან კალათბურთზე, ფეხბურთზე რა ვიცი და ვერ მოასწრო დაბანა, მაგრამ საშინელი სუნი აქვს. უბრალოდ რომ რაღაც დეზადორი ან რაღაც მსგავსი სასიამოვნო სუნის მიისხას. არა და, რავი, მე ისე საკმაოდ ამტანი ვარ, მაგრამ ასეთ რაღაცებზე ზაფხულში აღარ ვარ ამტანი. დიდხანს შემიძლია მოვითვინო, მაგრამ პირველი 2 თვე, ივნისი, მაისი, ივნისი და უკვე ივლისი, აგვისტო ვეღარ ვქაჩავ. ხო, მგონია რომ ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ყველგან. და ხო, ზოგჯერ კითხვა მიჩნდება, რომ ანუ თვითონ ადამიანი ალბათ ან ვერ გრძნობს, ან აიგნორებს, რომ რაღაცას უნდა მიაქციოს ყურადღება. მოკლედ, ეს არ არის კრიტიკა. არ ვიცით, შეიძლება ბევრ ადამიანს ქონდეს რაღაც ჯანმრთელობის მდგომარეობა, საიმისოდ, რომ ასე ხდებოდეს, მაგრამ როცა ამას მასიური სახე ეძლევა,
მესმის, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაფერი მესმის, მით უმეტეს ამ ხრივ ბევრად უფრო, ანუ ჩემი პროფესიიდან გამომდინარეც ისეთ სიტუაციებში მქონია შეხება ისეთ სიტუაციებთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა უნდა დაახრჩო შენი სუნით. ანუ მესმის რასაც ამბობ, მაგრამ მაინც წამოიღე ერთი ცალი დეზადორი ან რაღაცა. ნუ მაინც მივდივართ პირადი ჰიგიენის დაცვასთან და უფრო მეტ ყურადღებასთან საკუთარი თავის მიმართ. პირველ რიგში. იმიტომ რომ ეს უკვე როცა სხვაში აწუხებს, უკვე გასაგებია, რომ საკმაოდ მაღალ დონეზეა უკვე წასული ეს პრობლემა. თან რა არის, შენსაც შეიძლება ყოველთვის ვერ გრძნობდე იმდენად, რამდენადაც სხვისას, იმიტომ რომ ეს ხო მაინც განსხვავებულ დნ-ზეა დამოკიდებული, ქართულად დნ ქვია, ხო? დნმ-ზეა დამოკიდებული, ანუ რაც უფრო განსხვავებული დნმ გვაქვს, მით უფრო მეტად აღვიქვამთ სხვის სუნს და სხვათა შორის მით უფრო იმ ადამიანის, რომელიც მოგწონს, რომლის სუნიც მოგწონს, ესე იგი, იმასთან უფრო შესაბამისი დნმ გვაქვს. ეს მოკლე ამონარიდი. მადლობა რომ გაგვიჩიერ. შენთან რა ხდება, შენ როგორი დღე ქონდა, შენთან ასეთი სითბო ნამდვილად არ არის, მაგრამ მაინც გვითხარი. ხო, ჩემთან ჯერ კიდევ არ თბილა, ვერ ვიტყვი ასე თამამად რომ გაზაფხული დადგა. იმიტომ რომ მაშინ როცა საქართველოში უკვე ყველაფერი აყვავდა და თითქმის ნაყოფში გადადის უკვე სხვადასხვა ხილი, ჩემთან ჯერ კიდევ ველოდები იმას პირველი ფოთოლი როდის გამოვა. მაგრამ ტემპერატურა მიმატა, რაც განწყობას ამაღლებს, აუმჯობესებს, დღეც უფრო გაიზარდა და უფრო მეტად ამტანი ვარ ჯერ კიდევ ნაცრისფერი გარემოს მიმართ, მაგრამ ველოდები გაზაფხულს. ძალიან დამღლელია. ზოგადად კანადის რეალობაში ზამთრის მიმართ ამტანობა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაბალი ტემპერატურა, შეიძლება -30 გრადუსიც იყოს, ვერ იგრძნობ აუტანლობას აი ამ სიცივის მიმართ. მაგრამ ყველაზე რთული და ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ ზამთარი არის ძალიან ხანგრძლივი. და აი ამ დაუსრულებელ ზამთართან შეგუება და თან მენტალურად ამასთან გამკლავება არის ძალიან დიდი გამოწვევა და ზოგჯერ ნებისყოფის რანაირად უნდა ვთქვა, ანუ ძალიან დიდ ნებისყოფას საჭიროებს და მოსაბეზრებელია. ამიტომ ღრმად ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ და გავაგრძელოთ. ჩავისუნთქოთ მოლოდინში. ჩავისუნთქოთ ყველა თეაკოსთან ერთად და გავუგზავნოთ ჩვენი ამოსუნთქული თბილი აირი თეაკოს. თბილი და მზიანი. თეაკო, მე მაინტერესებს ჩვენს თემას რომ დავუბრუნდეთ. მაინტერესებს ხომ არ გიფიქრია, რას ფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით, როგორ ვითარდება ადამიანი და რა ზეგავლენას ახდენს მასზე ის სისტემა, რომელშიც იზრდება და ვითარდება, რომელიც მასა დიდ მოლოდინებს ამყარებს. კი, ზოგადად ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება და ჩვენი რეალობა არის ერთ-ერთი ისეთი საზოგადოება, რომელიც საკმაოდ კონსერვატიულია და აი ავტომატურად ხდება რაღაც მოლოდინების დაკისრება, ასე ვთქვათ, პატარა ასაკიდან და პატარა ასაკიდანვე ვიწყებთ იმაზე ფიქრს, თუ როგორ გავითვალისწინოთ სხვა ადამიანების აზრი, მათი დამოკიდებულება და ხშირად ეს ხმები არის უფრო ძლიერი, ვიდრე ჩვენი შინაგანი ინტერესები და ჩვენი შინაგანი მოლოდინები, იმიტომ რომ მოლოდინების ფორმირებაც უკვე სხვანაირად ხდება იმ გარემოში, სადაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას განიჭებენ და პატარა ასაკიდან გეძლევა
ისეთი დიდი პასუხისმგებლობები, რაც ზრდასრულ ადამიანებს აქვთ ხოლმე და ემოციურად ხშირად დამაბნეველია და რთულია გამკლავება ამ ყველაფერთან. აი თუნდაც ის რომ მაგალითად შენ უნდა იყო ძალიან კარგი გოგო, ძალიან ჭკვიანი გოგო, ძალიან წარმატებული გოგო ან ბიჭი, ნუ ამ შემთხვევაში მე რადგან გოგო ვარ, ამიტომ აღვნიშნე პირველად გოგო. ანუ ვფიქრობ, რომ ეს რაღაცეები ავტომატურად გაუაზრებლად, გაუცნობიერებლად ხდებოდა თუნდაც მაშინ, როცა ჩვენ პატარები ვიყავით და ჩვენ ვსაუბრობდით ამაზე კიდევაც, რომ თუნდაც ჩვენი მშობლების თაობას არ ქონდა წვდომა ბევრ ისეთ ინფორმაციასთან, რომელიც დღეს არის მათთვის ხელმისაწვდომი და აი თუნდაც ჩვენი მშობლები უკვე როცა ბებია და ბაბუა ხდებიან და როცა უკვე ვხედავთ, ანუ რა განსხვავებული მიდგომები აქვთ ახლა და ხშირად ახსენებენ, რომ აი ახლა ეს მიდგომა, ახლა ეს ფსიქოლოგის რეკომენდაციები და ასე შემდეგ. არ იყავი ასეთი. ხო, ანუ ჩემთვის ეს არის ძალიან სასიამოვნო პროცესი, როცა ამ ცვლილებებს ვხედავ, მაგრამ მაშინ როცა ჩვენ პატარები ვიყავით, ძალიან დიდი გამოწვევა იყო თუნდაც პერიოდის მხრივ, ანუ რამდენად დიდი დაბრკოლებების გადალახვა უწევდათ ჩვენ მშობლებს, თუნდაც აიმისოდ, რომ გქონოდა სახლში სითბო, ან მოემზადებინათ სადილი ჩვენთვის, ან უზრუნველყოფილიყავით იმ ნივთებით, რომელიც თუნდაც სკოლაში გვჭირდებოდა. ანუ ძალიან ბევრი ისეთი გამოწვევის წინაშე იდგნენ, რამაც თვითონაც თუნდაც აი იმ ახალგაზრდა ასაკში ბევრი პასუხისმგებლობები დააკისრა მათ. და შესაბამისად, როცა ამ გარემოში ვიზრდებოდით, ჩვენც რაღაც სხვა მოლოდინები ალბათ ჩვენ თვითონაც ავიღეთ საკუთარ თავზე. რომ აი მე მინდა რომ უფრო გავაუმჯობესო რეალობა და რაღაცები შევცვალო. კი, და თან რა არის, იცი, დღეს ვფიქრობდი სხვათა შორის ამ თემაზე, საინტერესოა რომ ახსენე, ის რომ ჩვენი მშობლების ასაკში, კი არა და ჩვენს მშობლებს ჩვენს ასაკში უკვე ოჯახი, სამი შვილი და რა ვიცი, ყველაფერი ქონდათ, რაც ჩვენთან, ჩვენი თაობის ახალგაზრდებისთვის უფრო სულ სხვა მიმართულებაა. ანუ რა თქმა უნდა არიან ბევრია რომელთაც ბევრ ჩვენს თანატოლს აქვს ოჯახი და ყველაფერი ის რაც ჩვენი მშობლების თაობას ჩვენს ასაკში ჰქონდა, მაგრამ მაინც უმეტესობა არის უფრო რაღაცა კარიერაზე გადართული და სულ სხვა მოგზაურობაზე, განვითარებაზე, სულ სხვა რაღაცეები, ინტერესები აქვს და ჩვენს მშობლებს ის რაღაცეები არ ქონიათ, რასთანაც წვდომა გვაქვს ჩვენ. ანუ თვითონ მათაც მოუხდათ ნაადრევ პერიოდში ნაადრევად ბევრი პასუხისმგებლობის აღება. და ამანაც თითქოს ჩვენზე გადმოიტანა მერე ის, რომ ჩვენც ნაადრევ ასაკში ავტომატურად ავიღეთ ჩვენმა თაობამ, ავტომატურად ბევრ რამეზე აიღო პასუხისმგებლობა, რაზეც შეიძლება არ უნდა აგვეყო, მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა. კი, და სხვათა შორის ამას წინათ დედაჩემს ვთხოვე, ჩემთვის გამოიგზავნა რაღაც კონკრეტული გავიხსენეთ და ვთხოვე, რომ ჩემი ბავშვობის ალბომიდან ჩემთვის გამოიგზავნა ფოტო. და დედაჩემმა გამომიგზავნა ფოტო, სადაც ვართ დედაჩემი, ჩემი და მე. და მე ვარ პირველ კლასში და მე და ჩემი და ვართ წინა ხაზზე და უკან გვიდგას დედა და მაშინ მეგონა რომ დედაჩემი იყო აი ძალიან დიდი ასაკის ქალი, აი დიდი ადამიანი, დიდი ქალი წარმომედგინა, აი რა ასაკშიც ახლა არის, წარმომედგინა რომ იმ ასაკში იყო მაშინ და მე რაღაც გადავთვალე და აღმოჩნდა რომ დედაჩემი იყო 25 წლის მაშინ როცა ვიყავი პირველ კლასში და ანუ კიდევ ერთხელ გავიაზრე ის რომ თუნდაც პატარა ასაკში ჩვენ მშობლებს უკვე ძალიან დიდი პასუხისმგებლობები ჰქონდათ და ამდენად ბევრ შესაძლებლობასთან არ ჰქონდათ წვდომა. თუნდაც
არა მხოლოდ ფინანსურს გულისხმობ, არამედ აი შესაძლებლობებთან, თუნდაც არჩევანის საშუალებასთან და ვფიქრობ, რომ ჩვენ თაობაზე მერე რაღაცა ესე გადმოვიდა და თითქოს მოლოდინების სახით ტრანსფორმირდა და რაღაც ეს წინასწარ შეიქმნა ბევრი რაღაც განწყობა. კი. საინტერესოა, ანუ ეს თაობების ცვლა და ჩვენ თითქოს რაღაცა ძალიან სწრაფად შეიცვალა ჩვენი მშობლების თაობიდან ჩვენ თაობას შორის თითქოს რაღაცა დიდი ნახტომია ანუ ამ თუნდაც ინფორმაციასთან წვდომასთან დაკავშირებით იქნება თუ ცნობიერების დონე თუ რა ვიცი რაც იქნება ყველაფერი და ეს რა თქმა უნდა ასევე დიდ ცვლილებებს იწვევს ჩვენს გზაზეც ჩვენ პროფესია იქნება თუ პიროვნული განვითარება თუ ნებისმიერი გზა გეთანხმები და სხვათა შორის ჩვენი რუბრიკის მთავარი თემა გამახსენდა ოჯახებს და თაობებს რადგან ვეხებით ჩვენი დღევანდელი ნოსტალგიის რუბრიკის თემა იქნება სამეზობლოში შეკრება და სერიალების ერთად ნახვა და მე მახსოვს გაქცევა რომ გადიოდა გაქცევის დროს გაქცევა და დაკარგულები ერთდროულად გადიოდა და ბოლო სეზონი იყო ორივეს ბოლო სეზონი იყო თან რაღაცა უშუქობის პერიოდებიც იყო ანუ კი გქონდა უფრო ხშირად ვიდრე 5-10 წლით ადრე კი იყო უფრო ხშირად შუქი მაგრამ მაინც რაღაცნაირი სიტუაცია იყო ზუსტად არ მახსოვს მაგრამ ერთი რაღაც მახსოვს რომელიღაც მეზობელმა დისკზე ჩააწერინა ორივე სერიალის ბოლო სეზონი და ყველა შევიკრიბეთ ჩვენ გქონდა კომპიუტერი და ამ კომპიუტერთან შევიკრიბეთ არ ვიცი 3 თუ 4 ოჯახი ვიყავით ერთ ოთახში და ეს ოთახი იყო პატარა ოთახი არ ვიცი ალბათ 20-30 კვადრატი მაქსიმუმ 20 იქნებოდა ალბათ უფრო და ვიყავით 3-4 ოჯახი ზუსტად არ მგონი 4 ოჯახი ვიყავით და თითო ოჯახში ანუ ცოლ-ქმარი და მინიმუმ 3 ბავშვი. ბავშვები აუცილებლად. წარმოიდგინე 30 ადამიანი ვიჯექით ერთ ოთახში, საერთოდ აერი აღარ იგრძნობოდა, მაგრამ ვუყურებდით გაქცევას და მერე დაკარგულებს. საოცარი მომენტები იყო და მახსენდება ის რომ რაღაცა მაშინ უფრო თითქოს ერთად დაკავშირებული იყო თუნდაც ეს სამეზობლოში შეკრება ან რაღაცა ერთი არ ვიცი გერმანულად არის სიტყვა და არ მახსენდება ქართულად Gemeinschaft ქვია გერმანულად რა თეაკო შემახსენე ანუ ერთ ჯგუფად ვიყავით ანუ თითქოს მარტო არც ერთი ოჯახი მარტო არ ატარებდა ამ თავის სატარებელს არამედ მეზობლის ოჯახს მეზობლებიც კი ინაწილებდნენ შენ სანერვიულოს თუ სანთელი არ გქონდა შემოირბენდა მეზობელი სანთლით და ეგ ძალიან დიდი ფენომენი იყო ვფიქრობ და ესე ფსიქოანალიტიკურად რო განიხილო შენ სფეროში ვფიქრობ ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოაჩენ. და ზოგადად მახსოვს რომ აი მაშინ როცა ჩვენ ჯერ კიდე პატარები ვიყავით და სკოლის ასაკში ვიყავით, ძალიან ხშირი იყო ერთმანეთთან შეკრება. აი და თუნდაც აი რაღაცა კარგი სადილი გავაკეთე და ამ სადილს მე მარტო არ მივირთმევ და აქ უნდა დავპატეჟო ჩემი მეზობელი აუცილებლად. და თუნდაც აი სერიალების პერიოდი მე მახსოვს მამა ჩემს ქონდა ალბათ ახლა გაეცინება რომ თუ მოусმეს ამას არ ვიცი სწორად ვამბობ თუ არა სიტყვას მაგრამ მანქანის აკუმულატორი მგონი სწორადაა ქართულადაც მანქანის აკუმულატორზე რაღაცნაირად სადენით ტელევიზორთან აერთებდა ამ მანქანის აკუმულატორს
ისე რომ ტელევიზორისთვის საკმარისი იყო რომ გამოსახულება მიგვეღო და მახსოვს ძალიან ბევრი ჩვენი მეზობელი სწორედ ჩვენთან იკრიბებოდა ამ აკუმულატორით ამუშავებულ ტელევიზორთან რომ სერიალები გვენახა და ასევე ჩვენ სამეზობლოში ჩვენ ძალიან ხშირად დავდიოდით მათ შორის მე და ჩემი და ჯერ კიდე პატარები ვიყავით დედაჩემს რო დავყავდით და ანუ ეს იყო ერთადერთი ალბათ გასართობი და რაღაცა ხალხთან დაკავშირების და ამ ერთიანობის განცდის საშუალება და ბევრი კურიოზი კიდე ნუ ამასთან დაკავშირებული ხო ცალკე ამბავია. ხო და რა გამახსენდა იცი ახლა ერთი მეგობარი მყავს ეს გოგო არის ვენესუელიდან და მოვუყევი რომ მეთქი მე ასე ტელენოველაზე გაზრდილი ვარ ჩვენ ასე ვინაწილებდით დისკებს და ერთად ვუყურებდით მთელი სამეზობლო სერიალებს მეთქი გაგიჟდა ეს გოგო იმიტომ რომ მისი მშობელი უკრძალავდა ანუ მათთან უფრო აკრძალული იყო, ანუ ბავშვებს არ აყურებინებდნენ ასეთ სერიალებს, იმიტომ რომ ცუდზე გავლენას მოახდენსო თქვენზეო და მახსოვს ისე სხვათა შორის ისეთ მომენტებში, კოცნაობის მომენტებში, ან ცოტა ისეთ ინტიმურ მომენტებში, რომ გადართავდნენ და არ გვაყურებინებდნენ. არავინ რომ არ იმჩნევდა, თითქოს ვერ ხედავ. თითქოს ვერ ხედავ ხო და თითქოს რაღაცა ანუ ჩვეულებრივი არა და ყველამ რომ იცის რომ არ არის ჩვეულებრივი მომენტი რაღაც უცნაური მომენტია და თან ყველას უხერხულობა რომ იგრძნობოდა იმ მომენტში და მოკლედ ამ გოგომეს მითხრა რომ ყოჩაღო შენს ერსო რომ ბავშვებსაც აყურებინებდნენო ასეთ რაღაცეებსო და წარმომიდგენიო შენ როგორი გაფუჭებული იქნებიო ძალიან საინტერესო იყო და არა და მთელი ერი გავიზარდეთ ასეთ სერიალებზე და ხო, მაგრამ სასიამოვნო გასახსენებლად მართლა სასიამოვნო იყო ასე ერთად რომ ვიყავით ყველა. და კიდე ერთი მომენტი სამეზობლოსთან დაახლოების და კონტაქტის იყო კონცერტები, რომელსაც ძალიან ხშირად მართავდით უბნის ბავშვები. და მე მახსოვს ძალიან ბევრი მომენტი ამასთან დაკავშირებული ბილეთებს რო ვყიდდით ჩვენ მშობლებში და მერე შემოსული თანხით მაღაზიაში მივდიოდით და ყველანაირ ტკბილეულს ვყიდულობდით და ეს იყო რაღაცა ის სასწაული განცდა და აი არ ვიცი საკუთარი შრომით გამომუშავებული ფული წარმოიდგინე ჯერ კიდე რა დროს სწავლობდით ამას, რომ ანუ სხვა არაფერი არ გქონდა და კონცერტს მაინც ვატარებდით. და სხვათა შორის ამისთვის სამზადისი, აი გადანაწილება, ვინ იმღერებს, ვინ წაიკითხავს ლექსს, ვინ იქნება წამყვანი, ვინ დახურავს და ნუ სასწაული ამბები მიმდინარეობდა და მე მახსოვს ჩემი განცდები, როცა სცენაზე გამოვდიოდი, სასწაული რაღაც მეგონა რომ მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობის ამბავი ხდებოდა და მაგარი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ამ ამბავს და ძალიან მიხაროდა. აი ძალიან ბავშვური იყო და ძალიან მიხაროდა. კი, მესმის. თითქოს აჭარის ტელევიზია იდგა. აშუქებდა. იდგა და იღებდა ჩვენთვის ისე მაშინ რომ გქონდა წარმოიდგინე მაშინ რომ ყოფილიყო ტელეფონები ასე ერთს მაინც ქონოდა და გადაეღოთ და ახლა გვენახა. ისე მე მაქვს რომ გავიხსენო ჩვენ გვაქვს რამდენიმე მასე ბავშვობის დროინდელი კონცერტების ვიდეო და მოვიკითხო. აუცილებლად მოვიკითხო. კი. დაუბრუნდეთ ისე ჩვენ თავარ თემას გონი. დაუბრუნდეთ ჩვენს თემას, იმიტომ რომ ცოტა გადავედით, მაგრამ მაინც ოჯახის სისტემაში ვიმოგზაურეთ უბრალოდ ნოსტალგიურად. მე რაღაცა არა და გერმანულში ჩვენი ლუები არ არის რბილი, მაგრამ რატომღაც ქართულში ქართულად რომ ვსაუბრობ, მე რბილება. ზოგჯერ მეც მჭირდება, მე მგონი მჭირდება სავარჯიშოები. მე ამ თემას რომ დავუბრუნდეთ, ერთი რაღაცა მინდა გავიხსენო, ზოგადად რამდენიმე წელი ხომ ვმუშაობდი ოჯახების დამხმარე სპეციალისტად და ამ პროცესმა ძალიან
ბევრი რამ მასწავლა ამ პროცესმა, გამზარდა კიდეც და სრულიად სხვანაირად დამანახა ზოგადად ოჯახი. მჰმ. ადრე არც კი მიფიქრია, რომ ოჯახი შეიძლება რაღაცა ცალკე სისტემა იყოს, მაგრამ დღეს მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი სისტემა რაც კი არსებობს, არც პოლიტიკური სისტემაც კი არ არის იმდენად ძლიერი, არც ერთი პოლიტიკური სისტემა, რამდენადაც ოჯახური სისტემა. იმიტომ რომ რაღაც ყველა ოჯახს რაღაც ცალ-ცალკე ანუ ყველას რაღაც საერთოა აქვს, მაგრამ ყველას მაინც თავიანთი წესი და თავიანთი ოჯახური მორალიც აქვთ. მჰმ. ანუ გეთანხმები. ყველა ოჯახს რაც არ უნდა, თუნდაც აიღე 10 ოჯახი საქართველოში, 10-ვე ოჯახს რაღაც განსხვავებული რაღაცა აქვს და თუნდაც შვილებთან დამოკიდებულება, თუნდაც დედის და შვილის ურთიერთობა, მამის და შვილის ურთიერთობა, ისევ წყვილის ურთიერთობა. უბრალოდ არ ვიცი, ამ გამოცდილებამ ოჯახის სურათი სულ სხვანაირად დამანახა და თან გავიაზრე ის, რომ საკმაოდ რთულია ოჯახის სისტემაში თუნდაც მოლოდინების არსებობის შერბილება. მჰმ. თუ არის მაგალითად ძირითად შემთხვევაში მშობლებს რომ აქვთ მოლოდინები, წეღან ახსენე, გოგო ვარ და რადგან გოგო ვარ, მაგიტომ საკუთარ თავზე ვლაპარაკობო მოლოდინებს რაც შეეხებოდა. სხვათა შორის ბიჭების მიმართ სულ სხვა მოლოდინებია. ბიჭების მიმართ უფრო შენი იმედი გვაქვს. აბა შენ უნდა და გადაარჩინო ჩვენი ოჯახი, ჩვენ გაჭირვებაში ვართ, შენ კაცი ხარ, შენ უნდა იყოს ჩვენი ოჯახის შემომტანი. ანუ მჰმ. რა თქმა უნდა გოგოზეც აქვთ მსგავსი მიდგომა და მოლოდინი, მაგრამ ბიჭზე უფრო სხვანაირად აქვთ. სულ ერთია ანუ გერმანულ ოჯახშიც კი რაღაც სხვანაირი მიდგომაა. ბიჭის ანუ სხვადასხვა მიდგომაა გოგოს მიმართ და ბიჭის მიმართ. და ერთადერთი ოჯახი მყავდა, იმ ოჯახში იყო, როგორი მიდგომა ქონდა დედას, მარტოხელა დედა იყო და 2 ქალიშვილი ყავდა. ერთი გოგო იყო, პატარა გოგო, 7 წლის იყო და იმის გამო რომ არ შეეძლო მას ჯანმრთელობის გამო შვილთან ერთად თუნდაც გარეთ გასვლა და სეირნობა თუნდაც თამაში, ამის გამო ვეხმარებოდი მე კვირაში ერთხელ მივდიოდი და ბავშვთან ერთად გავდიოდი გარეთ. მხოლოდ ამ ოჯახში იყო, ამდენი ოჯახიდან, მხოლოდ ეს იყო ერთადერთი ოჯახი, რომელშიც დედა აქტიურად ხელს უწყობდა შვილს, რომ შვილი განვითარებულიყო ისე, როგორც ინდივიდი, ანუ ცალკე ინდივიდი და არა ამ ოჯახის მორალზე, ოჯახის წესებზე, რაღაცა ჩაბეჭდილზე, რომ ეს არ უნდა დაირღვეს, ეს არ უნდა გატყდეს, ამაზე არ იყო მორგებული, არამედ ძალიან ჯანსაღად უდგებოდა ეს დედა თავის ქალიშვილს. რაც ვფიქრობ, რომ ბევრ ქართულ ოჯახშიც ამის ვაიმე ახლა რატომღაც მზად ვარ კრიტიკისთვის, მაგრამ საკუთარ თავს გავიმართლებ და ვიტყვი, რომ იმის გამო რომ სპეციალისტი ვარ ამ საქმეში და გამოცდილება მაქვს, მივცემ თავს იმის უფლებას, რომ თქვა ის რომ საქართველოში უფრო რთულია ასე ოჯახიდან გამოყოფა. იმიტომ რომ თვითონ ოჯახი თითქოს ნაკლებად გიწყობს ხელს, რომ როგორც ცალკე ინდივიდი ასე შენი გზა აირჩიო. რას ფიქრობ შენ? მე მგონია, რომ ზოგადი ფონი და დამოკიდებულება შეგეთანხმები, რომ ანუ ასე ხდება, მაგრამ ასევე ვხედავ ძალიან ბევრ ცვლილებას ახალი თაობის ოჯახებში და ვხედავ ცვლილებას ზოგადად ახალ თაობაში. და ანუ რამდენად განსხვავებული საჭიროებები აქვთ მათ და რამდენად ღია არის ახალი თაობა იმისთვის, რომ მათ საჭიროებებზე ისაუბროს და გამოხატოს მისი ემოციური მდგომარეობა. თუნდაც ის რომ გამოხატოს წყენა მშობლების მიმართ და თქვას რომ აი მე აქ გული დამწყდა და ეს სხვანაირად მინდოდა რომ ყოფილიყო. და მე ძალიან მახარებს რომ ახალ თაობას აქვს ამის უნარი, აი ძალიან მიხარია ეს. რაც შეეხება სხვა მხრივ, ანუ ჩემი მაგალითიც რომ მოვიყვანო,
ჩემ შემთხვევაში საკუთარი გზის არჩევას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ჩემ ოჯახს ძალიან დიდი როლი აქვს იმაში, რომ თავისუფლად შემიძლია, რომ ჩემი სხვადასხვა სიახლე გავუზიარო მათ. თუნდაც ის, რომ გერმანიაში წამოვედი 21 წლის ასაკში და თუნდაც ის, რომ ახლა კანადაში ვარ და მე ზოგადად მგონია, რომ ყველა ის წინ გადადგმული ნაბიჯი და საკუთარ თავზე ადამიანი როგორ მუშაობს, ეს რა თქმა უნდა, მის პიროვნულ მზაობაზე და ემოციურ მზაობაზე არის დამოკიდებული და ეს პიროვნულია და ეს მხოლოდ შენია, მაგრამ მგონია, რომ როცა გაქვს ოჯახის მხარდაჭერა, თუნდაც იმაში, რომ მიიღონ შენი გადაწყვეტილებები და მხარი დაგიჭირონ, რომ აი, აბა რა ხდება და იცი, შენ ხარ საკუთარი თავზე პასუხისმგებელი ადამიანი და შენ თუ ამას გააკეთებ, ანუ შედეგებზეც, რა თქმა უნდა, შენ საკუთარი თავის წინაშე ხარ პასუხისმგებელი, ეს ვფიქრობ რაღაცნაირად თავისუფლებას გაძლევს იმისთვის, რომ საკუთარი გზის არჩევაში და ამ გზაზე მოძრაობაში რაღაცა ვფიქრობ, რომ არ ვფიქრობ, ანუ განცდა გაქვს იმის, რომ ოჯახი მხარს გიჭერს. და ჩემ შემთხვევაში მე მადლიერი ვარ ამ მხრივ, იმიტომ რომ არასდროს არ მომისმენია ჩემი ოჯახისგან საკუთარი გზის არჩევის პროცესში, რომ არა შენ კატეგორიულად ეს არ უნდა გააკეთო და ვფიქრობ ეს ბევრ რაღაცაში მეხმარება და მაშინ როცა ვარ ფიზიკურად ჩემი ოჯახისგან შორს, ეს მანიჭებს ძალიან დიდ ძალას და მხარდაჭერას. მაგრამ რა თქმა უნდა, არის მომენტები, როდესაც რთულია გამოცალკებდე ოჯახისგან. ანუ ეს რაღაც ტიპის დამოკიდებულება, რაც შემდეგ მიჯაჭვულობაში არის გადაზრდილი. აქედან გამოათავისუფლო საკუთარი თავი და თუნდაც ის მომენტები, რაც შემდეგ აი საკუთარი გზის არჩევის პროცესში შენს პირად უკვე ზრდასრულ ასაკის პასუხისმგებლობებად გევლინება, შემდეგ ამ ყველაფერს როგორ გავუმკლავდები, ბევრი რაღაცა ამაზეც არის დამოკიდებული. ანუ რამდენად შეგიძლია შენ ემოციურად დააცალკეო ოჯახის მიდგომა და შენი შინაგანი ხმა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და ვფიქრობ, რომ ძალიან შრომატევადი პროცესი საკუთარ თავთან და არც თუ ისე მარტივი პროცესი, იმიტომ რომ ბევრ რაღაცასთან გიწევს შეხვედრა. კი. და თეაკო ერთი რაღაც გამახსენე, ახლა რომ საუბრობდი, რაღაც დაუკავშირე და გუშინ გავაცნობიერე, ეს მინდა გაგიზიარო. მით უმეტეს რომ წინასწარ არ გვაქვს ეს ჩამოწერილი, მაგრამ ეს გაცნობიერება საკმაოდ ზოგადად გაცნობიერება ხომ იცი როგორია თავიდან საკმაოდ მტკივნეულია, მაგრამ მე თითქოს თავისუფლების შეგრძნება გეუფლება, თითქოს შენი ზურგჩანთიდან ერთი რაღაც ამოიღე და უფრო მსუბუქად მიდიხარ უკვე. მოკლედ გუშინ ვფიქრობდი, აი საიდან არ ვიცი, არც არაფერი არ წამიკითხავს, არც არაფერთან ისეთთან შეხება არ მქონია, მაგრამ გუშინ ვფიქრობდი, რომ ჩემს გარემოში, ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც არც ერთი ქალი დედაჩემიდან დაწყებული, არც ერთ ქალს არ ქონდა იმის შესაძლებლობა და საშუალება, რასაც ახლა შენ და მე ვაკეთებთ. და ამაში რას გულისხმობ, იცი? მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური განათლება აქვს დედაჩემს, ისტორია აქვს დასრულებული, არც ერთი წუთით არ უმუშავია სკოლაში. და თავისი მთელი ახალგაზრდობა შვილების აღზრდას მიალია. ასევე იყო ბებიაჩემიც, ასევე იყო ბიცოლაჩემი, მამიდაჩემი, რა ვიცი, ჩემს ირგვლივ ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც ქალების უმეტესობა, ვიტყვი, თუნდაც მეზობელიც კი არ იყო, არ მახსოვს ისეთი მეზობელი, რომელიც რაღაც წარმატებასთან ყოფილიყო დაკავშირებული. და ამით გავიაზრე ის თუ რამდენად მიჭირს ვიყო წარმატებული. ვაუ, რა საინტერესო. ანუ თითქოს რა ხდება, იცი? თითქოს მე რომ წარმატებული ვიყო, თითქოს ამით კი რაციონალურად კი ვიცი ის, რომ დედასაც უხარია და ბებიასაც უხარია ის, რომ წარმატებული ვიქნები, ის, რომ ჩემს გზაზე რაღაცას აღმოვაჩენ, რაც მავედნიერებს, მაგრამ ემოციურად თითქოს მე თუ წარმატებული ვიქნები, ამათ ვუღალატებ.
იმიტომ რომ ესენი იყვნენ დიასახლისები, იყვნენ სახლის საქმით დაკავებული, იყვნენ შვილებით დაკავებული და ეს იყო მათთვის მთავარი ცხოვრების მთავარი აზრი, ასე ვთქვათ და ჩვენთვის უფრო და ჩემ საკუთარ თავზე საუბრობ ამ შემთხვევაში მაინც დიდი ფოკუსი მაქვს იმაზე, რომ რაღაც კარიერა, იქ განვითარდია, ისცადეა, ახლა ეს ახალი რაღაც დატესტე და რამდენად მიჭირს თურმე ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ ვიყო წარმატებული, ანუ იმაზე წარმატებული, ვიდრე ის ქალები იყვნენ იმ გარემოში, რომელშიც გავიზარდე და თურმე რამ ხელაზე გავლენას ახდენს ეს ერთი რაღაც. და ერთადერთი მეზობელი ქალი მყავდა, რუსი იყო სხვათა შორის, მანქანას ატარებდა თვითონ მის ქმარს არ შეეძლო ტარება და მახსოვს ეს ქალი იყო ჩემთვის, ვაუ. იმიტომ რომ ვაუ, ქალი ატარებს, ქალი ზის საჭესთან და ყოველთვის მინდოდა რომ ყოფილიყავი სუსანასნაირი ქალი რომ გავიზრდებოდი, არ მინდოდა იმისნაირი ყოფილიყავი, მაგრამ მეც მინდოდა რომ ასე მეტარებინა, ეს არის კი, მაგრამ მხოლოდ საქართველოში. და ეს არის ის რომ შენ შეიძლება რაღაც ასწავლო შენ შვილს, მაგრამ მაინც ჩვენ სისტემაში ის ინფორმაცია ინერგება და იბეჭდება, რასაც ვხედავთ, რა გარემოშიც ვიზრდებით. და ეს ავლენს კი არა და ახდენს დიდ ზეგავლენას იმაზე, თუ სისტემაში რა ინფორმაცია გვაქვს და ჩემთვის ახლა ასე გამოდის, რომ მე ეს ინფორმაცია, რადგან არ მქონია და ეს ინფორმაცია რაციონალურად კი მაქვს მიღებული, მაგრამ ემოციურად უნდა ჩავბეჭდო როგორმე ამ ჩემს შინაგან სისტემაში, რომ ქალი არის წარმატებული და მე მაქვს უფლება რომ ვიყო წარმატებული. ძალიან შთამბეჭდავია. ის რაღაც ნიმუშიდან გამოდიხარ და უსაფრთხოების განცდას გიკარგავს. თითქოს შენ იწყებ ახლა თავიდან რაღაცის აშენებას. ძალიან საინტერესოა. მადლობა რომ გამიზიარ. მიხარია რომ გამახსენდა, იმიტომ რომ საერთოდ არ მიფიქრი ამაზე, რომ შეიძლება ამ ეპიზოდზე მორგებულიყო კარგად, თუმცა ჩემს ცნობიერსაც მადლობა რომ ერთი დღით ადრე გამახსენა, ხო. ხო, ხშირ შემთხვევაში, ახლა შენი მაგალითიდან გამომდინარეც, რთულია რომ გამოხვიდე იმ ნიმუშიდან, რომ გააცნობიერო და ემოციურად მიიღო ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა თქმა უნდა, ზოგად დამოკიდებულებას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ კონკრეტულად რამდენად დიდ პრიორიტეტს და მნიშვნელობას ვანიჭებთ სხვების დამოკიდებულებას და სხვების აზრს თუნდაც ჩვენს გადაწყვეტილებებზე. და რამდენად გამოწვევადია ის, რომ ამ ყველაფერს გადააბიჯო და თქვა, რომ არა, მე მინდა რომ საკუთარ გზას გავყვე და ამ შემთხვევაში ჩემი შინაგანი განწყობები და ჩემი ხმა იქნება უფრო ძლიერი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი, და არც მარტივია, მაგრამ თან სასიამოვნო, იმიტომ რომ რაღაცნაირად შენს გზას პოულობ და შენს გზაზე მიდიხარ. მაგრამ თან იცი, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცაზე უარს ამბობ, ან რაღაცას შენგან იშორებ, არამედ პირიქით ამ გზით უფრო მეტად უახლოვდები, კი. ხო, უფრო მეტად, იმიტომ რომ ეს შინაგანი კონფლიქტებიც რაღაცნაირად უკვე დაანგრეულია. ჩამოშლილია უფრო სწორედ. ვფიქრობ, საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა. კი, ძალიან საინტერესო და საკმაოდ ღრმა იყო, მაგრამ მაინც ჩვენს მსმენელს მივცეთ გადაწყვეტილების მიღების უფლება, ჩავატაროთ გამოკითხვა და თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, როგორი იყო ეს ეპიზოდი. მადლობა მსმენელებო და მადლობა შენ, თამრი. მადლობა შენ.
საინტერესო ეპიზოდისთვის, რატომ ხო ყოველთვის სეზონს ვამბობ, მაგრამ იყოს ეპიზოდი, იყოს სეზონი. ალბათ ბევრი სეზონი გველოდება წინ და მაგით. ხო. ალბათ, ვინ იცის. კარგი, თეაკო, მაშინ შევაჯამოთ და დავიმშვიდობოთ. მე კმაყოფილი ვარ მიმოგზაურე ძველ 90-იანებში და 2000-იანებში სერიალებიც ვნახეთ, გავიხსენე დაკარგულები, ისე გადავხედავ ახლა რომელიმე სერიას გადავხედავ. რომელიმე ეპიზოდი ნახე. ხო, რომელიმე ეპიზოდს გავიხსენებ და თუნდაც ეს ოჯახებზე საუბარი რაღაცები გამიღვიძა და შემდეგ ეპიზოდში გაგიზიარებთ, იქნებ რაღაც ახალი გავაცნობიერო. მეც კმაყოფილი ვარ, ბევრ საკმაოდ გრძნობიარე საკითხს შევეხეთ და ფიქრობ, რომ არის საკმაოდ აქტუალური ჯერ კიდევ ეს თემები და ფიქრობ, რომ ბევრი ჩვენი თაობის ახალგაზრდა ადამიანი ალბათ მსგავსი რაღაცების გაცნობიერების პროცესში შეიძლება იყოს, ან უკვე გაიარა ეს გზა. და ასე თუ ისე ვიპოვეთ ერთმანეთი. და რაღაცა ეს საერთო ხაზები გავაბით და ფიქრობ, რომ კარგი გამოვიდა. მეც ასე ვფიქრობ. მადლობა შენ და ახლა წავალ დასაძინებლად, იმიტომ რომ ჩემთან უკვე ღამეა. მადლობა შენ. ნახვამდის. ნახვამდის.